გამარჯობა, მე ვარ ეკა და თქვენ უყურებთ ჩემს გადაცემას შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. როგორც იტყვიან, დეკემბერი განახევრდა და მოვიდა წინასახელწლო განწყობა თვე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ახალი წელი ეს არის ბავშვობა და ბავშვობის დროინდელი მოგონებები. ჩემთვის ისევე როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულესთვის, ბავშვობა ეს არის აფხაზეთი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის გმირი იქნება აფხაზეთის ახალი თაობის წარმომადგენელი, ისეთივე მშვენიერი, როგორც ჩვენი აფხაზეთია. ლიკა კვარაცხელია, შეხვედრებში ეკა ხოფერიასთან. რამდენჯერ მიფიქრია ბევრი წლის წინ, როდესაც შენ გადაცემებს ვუყურებდი და მიფიქრია, რომ როდესმე ნეტა ვიქნები ეკა სტუმარი. ლიკა კვარაცხელია, რომელიც ჩემთვის მთელი ამ თავის ისტორიით ისეთივე მშვენიერია, როგორც ჩვენი აფხაზეთი. სირიიდან თუ გინახავს ხოლმე კადრები, რომ ტრაპზე ვერ ადიან და გვერდიდან რომ ესე ააგდებენ. აი ესე ამაგდეს. თვითფრინავის ტრაპზე მამა ჩემა ესე ამაგდო და შენი ყოფა აფხაზეთიდან თბილისში რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალაც ვერ დავარქმე, იმიტომ რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩვენს ოჯახში ბაღშავს ამზადებს ეს სამი ადამიანი. ეხა შენ რო იცოდე, როგორი წარდგენა გაგიკეთე ლიკა. ვიცი რა მგონია, რომ აი თუ კი წარმოვიდგენდი და ვინატრებდი სახედ აფხაზეთის ეს ხარ შენ. მადლობა. აი ეს არის ლიკა კვარაცხელია. ლიკა რამდენი წლის ხარ? 44-ის. ამასობაში. 44 წლის, 3 შვილის დედა, 2 შვილიშვილის ბებია, ფანტასტიკური მეუღლე, ფანტასტიკური მეგობარი, პროფესიონალი და მე იცი რა ვთქვი ლიკა, რომ აი ჩემთვის ახალი წელი არის ბავშვობის დროინდელი მოგონებები. ხო და ნუ აფხაზეთი პირველ რიგში. შენთვის? რა თქმა უნდა, აფხაზეთი ყოველთვის არის პრინციპში, არა მხოლოდ ახალწელს, ყოველთვის არის მოგონებებში, ფიქრებში, სიზმრებში და ასე შემდეგ, საქმეში. ყოველთვის რაღაცნაირად ჩემი შთაგონების წყაროც არის, მიუხედავად აი ამ ყველა აი ამ დაშორების მანძილისა და ასე შემდეგ, მაინც არის ჩემი შთაგონების წყარო. იცი რა არის, მე ვფიქრობ, ისეთი რაღაცნაირი, ისეთი ძარღვი და ისეთი რაღაცნაირი საყრდენი იყო და არის ეს აფხაზეთი, არ ვიცი ეს როგორ არის. ხო არის ნამდვილად რომ ეს რაღაცნაირად მოუყვება ისეთია რომ აი გეამაყება აი ალბათ იმიტომ ჩვენ ვილაპარაკებთ იყო ეს პერიოდი მაგრამ შენ სულ ამაყობდი ხო რომ აფხაზთან იყავი ხო იმიტომ რომ აი რაღაც იყო ცოტა პატარა პერიოდი როდესაც აი დღეს უკვე ბევრი ამბობს რომ ცოტა სხვანაირად გვიყურებდნენო კი იყო რა თქმა უნდა მე ამის გამო რამდენი სკოლა შევიცვალე ვერც დავითვლი იმიტომ რომ ნუ რაღაც სხვადასხვანაირი რეაქციები იყო ხშირ შემთხვევაში ცოტა ისეთი არასასიამოვნო თუმცა ეს რაღაცნაირად მე შევძელი რომ ეს დავივიწყე და საერთოდ არ ჩამრჩენია და ხო იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებაც არ იყო მზად საერთოდ ინფორმაციაც არ იყო წარმოდგენაც არ ქონდათ რა ხდებოდა და უცებ რუსთაველზე მართლა სასტუმრო ივერიაში გაჩნდა რაღაც სარეცხი ხო აი არსაიდან და აქედან გამომდინარე სხვადასხვანაირი რეაქციები იყო სამწუხაროდ თუმცა იყო ბევრი ძალიან კეთილი ადამიანი ჩვენს გზაზე, რომელმაც აი უბრალოდ გაგვიწოდა დახმარების ხელი და ძალიან თბილად მიგვიღო. ესე აღმოჩნდა ფაბიო, მეგობრებო, აი ესე მეგობრულად დაგვითმეს ეს ადგილი, არაჩვეულებრივი გოგოები არიან, მეგობრები და მე როდესაც გამოვედი, ნახავთ მოკლედ ამ ფაბიოს ნახავთ ჩვენ კადრებში, როდესაც გამოვედი იქ არის დიდი ტერასა, ძალიან ლამაზი და მე ვთქვი რომ ამ ხიდითო ჩახვალო ვერის პარკშიო. ჩამოვედი ვერის პარკში, მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილი აღმოაჩენდა. იცი რა არის მე და ვიყიდე ია.
მოდი დავიწყოთ პირდაპირ ახალი წლით. არა, მოდი დავიწყოთ იცი რით? რამდენჯერ მიფიქრია ბევრი წლის წინ, როდესაც შენ გადაცემებს ვუყურებდი და მიფიქრია, რომ როდის მე ნეტა ვიქნები ეგასტუმარი. აი, მოდი ამით დავიწყოთ, ხო, როგორ ხდება ოცნებები. როგორ მიხარია და როგორ არის რაღაცეები, რომელსაც შენ ფიქრობ ბავშვობაში ან რაღაც პერიოდში, მე გადის დრო და რეალურად ისე არის. Ну, არის ის ნათქვამი, რომ მართლა გეშინოდეთ თქვენი ოცნებების. ნამდვილად, ხო. ზუსტად უნდა ჩაიფიქრო. ორად უნდა ჩაიფიქრო, იმიტომ რომ ბევრი რამე არის ის, რაც მართლა ამიხთა ცხოვრებაში. მე მგონია, რომ ახალი წელი, წინაც ახალწლო მზადება, რაღაცნაირად ეს ბავშვობის მოგონები, აი ბავშვობის გემოები, ხო, ბავშვობის კადრები, აი რაღაც, აი შენთვის რა კადრებია ეს და რა მოგონებებია? იცი რა არის? მახსენდება რა თქმა უნდა ის ფუსფუსი სამზადისი რო აი რაღაცა ჩემი მშობლები ცდილობდნენ რაც შეიძლება საუკეთესო ტკბილეული თუ საუკეთესო რაღაც პროდუქტების ახალწლოდ მეზობლები გადადი გადმოდი ხშირად მივდიოდით მივემგზავრებოდით ხოლმე და სულ რო ვიძინებდი ვფიქრობდი რომ ისე არ გამეპარონ და მე არ ჩამეძინოს თუ რაღაც ხშირად ახალწლოდ სადღაც მივემგზავრებოდით ხოლმე მაგრამ არის ერთი კადრი, რომელიც ყოველთვის მაქვს ხოლმე ახალწლთან და აღდგომასთანაც ასოცირდება, რაღაც ძალიან დიდი მაგიდა მქონდა დიდ ოთახში და იყო ბროლის დიდი ესეთი ლარნაკი, ესეთი გაშლილი და იყო სავსე მანდარინებით და ეს იყო აი ახალი წლის მთელი პერიოდი რაღაცნაირად გაყვებოდა ხოლმე ეს უზარმაზარი ლარნაკი, სავსე მანდარინები და მე აღდგომაზე ფერად-ფერადი კვერცხებით ივსებოდა ხოლმე და ეს ლარნაკი არის მართლა ჩემი რაღაცნაირი მყუდრო სახლის მოგონება. ჩვენს მანდარინები ქონდა გაგრაში, რა თქმა უნდა და მეორე სართულზე სადაც შედარებით ციოდა, ხა ესე მთელი სახლის არ თვებოდა ზამთარში და მეორე სართულზე შედარებით ციოდა და ბებია მიცოდა ხოლმე ესე რომ ეხა ადი მაგალითად ვიღაც და მე მეტყოდა ხოლმე რომ ადი და ჩამოიტანე ეს კალათაში კალათით მანდარინი ლიკა ეს ჩემი სუნაგობა ბავშვობიდან ცნობილი ესე ავდიოდი ხოლმე ამ კალათით ზემოთ და დიდი მანდარინები იყო ეს აფხაზეთის ხო იცი სხვაგვარი მანდარინი სანამ ჩამოვიტანდი ესე რომ შევასვედი ერთ კაი ერთ ხუთსას დავცლიდი ხოლმე მიკვებს შევჭამდი და კაი ერთი 20 წუთში ჩამოვდიოდი ასე რომ ჩემთანაც მანდარინებია და მე ამ მანდარინებმა რატო არ იყო გოზინაყი რა საინტერესოა ჩვენთან არ იყო აი ესე არ იყო აფხაზეთში თუ ვინმესთან აფხაზეთში იყო გოზინაყი გითხარით საინტერესო აი რა იყო კიდე აფხაზეთს რაღაც განმასხვავებელი ქონდა ახალი წლის არაფერი ისეთი ისევე როგორც საცივს ყოველთვის სხვანაირად ვაკეთებდით მაინც დასავლეთში ეხლა სხვანაირად აკეთებენ არის ხარშება და ბაჟეში იდება ხო ეს დეკემბრის წინასაახალწლო შეხვედრებია მილეში. ორი ამბავი უხდება ძალიან ახალ წელს. წინასაახალწლოდ რამე ახალი ნივთის, სასურველია ტექნიკის შეძენა ოჯახისთვის და მეორე. წინასაახალწლო სამზადისი, სუფრა. თქვენის ნებართვით ერთსაც დავამატებდი, რის გარეშეც მე ვერ წარმოვიდგენი ახალი წელი, ეს არის სახლის დალაგება, დასუფთავება, დარეცხვა და დაუთავება. აი ამ მიმართულებითაც მილე უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს. მოკლედ, ვიდრე დავიწყოთ ჩვენ თავარ ამბავს, ვინ რაზე ჩამოყალიბ და ვის რამე აქვს მილება და მართლა შევყავ. როგორც უფროსი, ოჯახს უფრო დავიწყებ. აი, ელიეს ხაზი მინდა სახში. ელიეს გასკო. ძალიან მაგარი რაღაცაა, ხარისხიანი. ძიმე კინით შესრულებული, რომელიც ესე იგი ნებისმიერ ისეთ მოძრაობას იცილებ თავიდან, რომ ითქვათ უცაბად მოძრაობას არაფერი ისეთი არ იქნება და დამდახვილი და კაი. სტრუქტურირებულია ყველაფერი. კი, გექნება ამის საშუალება. იკა, შენ რას წაიღებდი? ღვინის მაცივარს. ღვინის მაცივარს ხუჯაძეები, რა თქმა უნდა. ნიკოლა, შენ რას წაიღებდი? რაღაც ყველაფერი მოეწონა, მე საერთოდ დავისაბარეთ შოუში. მე ბოლოსკენ გაგიმხელთ რას წავიღებდი, აი უდიდესი სიამოვნებით ერთადერთი და გამომეორებას პატარა ნიხვი, მაგრამ ჩემი გული დაიწყო. მოკლედ, ჩვენი ისტორია მილეში წინასაახალწლოდ იწყება.
მოსარ ხოლმე ხუჯაძეები დაწესწავლენ და უნდა ითქვას, რომ ჩვენს ოჯახში ბაღშამს ამზადებს ეს სამი ადამიანი, რა თქმა უნდა, მიშა ხუჯაძეების თავკაცი ამ ყველაფრის და ნიკოლა და ილკა ხუჯაძეები ეხმარებიან. დევანდელი ჩვენი კერძი არის კარბონარას соуში პენე, რაც არასტანდარტული პროცესით სპაგეტი ჭირდება, მაგრამ ჩემი აზრით სტეიკთან სპაგეტის ჭამა ცოტა უხერხულია და ამიტომ პენე კარბონარას соусით და მოთუშული ბოსტნეული, რომელიც ესე ვთქვათ მოუხდება ძალიან ამ კერძს. კარბონარას რამდენიმე მეთოდი არსებობს გაკეთების. მე ცოტა ესეთი ტრადიციული და მარტივი რო ეძახიან რუსტიკული მეთოდი მიყვარს, არნაირი ნახებს არ ხმარობ, რო არ იყო ზედმეტი ცხიმი, თუმცა ძალიან კალორიული და ცხიმიანი გამდის მაინც. დავიწყეთ. ეს ის ჩვენი ღუმელი, ულამაზესი ბოსტნეული. ლიკა, მე დედა შენს ვიცნობ, მაგრამ მოდი გამაცანი შენი ოჯახი. დაიბადე სოხუმში, ხო? აი, ვინ არიან შენი მშობლები? დედა გახლდათ სოხუმში ყოველთვის, სოხუმის შემდეგ უბრალოდ ვეღარ იმუშავა, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ომის პერიოდის საშინელი ტრამები მიიღო აი ამ მუშაობით. დედა არის ბავშვთა ქირურგი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა მთელი თავის ცხოვრება, არაერთი პატარა გადაარჩინა. და ძალიან ძლიერ ქირურგად ითვლებოდა. დედას სახელი და გვარი? შორენა კაკუტია. კაკუტია. და მერაბი კვარაცხელია, რომელიც გახლავთ ინჟინერი და მთელი ცხოვრება ასევე აფხაზეთში მრეწველობის სამინისტროში მუშაობდა, მაცივრებში მუშაობდა, კონდიციონერებში, მოკლედ თავისი პროფესიის უძლიერესი პროფესიონალია. და შემდეგ უკვე ბიპიში მუშაობდა თბილისში ბევრი წელი და ახლა პენსიაზე არიან ორივე. ქართულ სკოლაში სწავლობდი. კი, მე ქართულ სკოლაში სწავლობდი. ჩემი ძმა უფრო რუსულ სკოლაში სწავლობდა იმ პერიოდში სამწუხაროდ, მაგრამ მე ქართულ სკოლაში სწავლობდი. კი, და მამაჩემისთვის საერთოდ, ანუ ჩვენ როდესაც აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვედით, დედაჩემსაც და მამაჩემსაც ბევრი მეგობარი ყავდათ იმ პერიოდში უკვე რუსეთში. და ბევრი შემოთავაზება ჰქონდათ სამსახურის მხრივაც, მაგრამ მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ აი შავ ყურს შევჭამ ერთ ნაჭერს 4 კაცზე, მაგრამ რუსეთში ჩემი ფეხი არ იქნება. და ასე გავიზარდეთ ჩვენ, რომ არასოდეს იქით აღარ გავიხედებით. ეს დრო თავიდანვე გააზრებული ჰქონდა ძალიან კარგად მამაჩემს რა მოხდა სინამდვილეში. აი, მოდი დავიწყოთ ის პერიოდი, როდესაც დაიწყო ეს ამბები, თქვენ ბოლომდე იყავით, აი როდის წამოხვედით? სექტემბრის 20-ის მერე ერთ-ერთი ბოლო თვითმფრინავი იყო, როდესაც მე ესე შემაგდეს უბრალოდ თვითმფრინავში და ჩამოვფრინდი თბილისში, მე დედაჩემის მთავარი ექიმის სოულშულმა წამომიყვანა და ჩემი ძმა დარჩა სოხუმში და მე ჩემი მშობლები სვანეთით წამოვიდნენ საერთოდ ბიძაჩემი ყველა. არ ვიცი მე ეს ისტორია, ანუ მოდი მივყვეთ რა თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ. ანუ ეს არის უკვე სექტემბერი. კი. ჩვენ მარტის შემოტევები იყო ძალიან ძლიერი, მახსოვს, როდესაც აი მართლა ვხედავდი რა ხდებოდა. და ამ მარტის სერიოზული შემოტევების მერე რამდენიმე თვით ერთადერთი პერიოდი იყო, ერთი 2-3 თვით ბობოყვათში გაგვიყვანეს ბავშვები. ჩემი მშობლები არ იყვნენ, დეიდაჩემა წაგვიყვანა, ბევრი ბიძაშვილები იმიდროდა და აი ესე ბევრი და ერთი სასტუმრო იყო, რომელიც დაგვითმეს, იქ სულ ცხოვრობდით დევნილები და მერე ხო გამოცხადდა ეს განიარაღება ეგრეთ წოდებული და დაგვაბრუნეს, სავალდებულო იყო, რომ ყველა უნდა წასულიყო სკოლაში. და დაგვაბრუნეს და მახსოვს ესე ქობულეთში ჩავსხედით ავტობუსში და რომ მივდივარ და ყველას გვიხარია რომ ეხა იმას ვნახავთ ამ შენობას ვნახავთ. რამდენი წლის ხარ ამ დროს? 12-ის.
12-ის ალბათ უკვე აქ გავხდი, ну, მოკლედ ნოემბერში გავხდი 12-ის და რო მგონია რომ ეხლა ამ შენობას ვნახავ, იმას დავინახავ ჩემს სკოლას, ну, ჩემი სკოლა მანამდე დაიწყო, ესეც ერთ-ერთი ის იყო. და ჩამოვედით სოხუმში და ბავშვები ყველანი გაჩუმდნენ ავტობუსში და ვერც ერთ ქუჩას ვეღარ ვცნობთ. საერთოდ სხვა ქალაქში ჩამოვედით, ყველაფერი არის დაანგრეული, ჩაშავებული, ცხოვრება გაჩერებული და ჩვენ ჩამოვედით, იმიტომ რომ სკოლაში უნდა მიაროთ სექტემბრიდან. ეს სკოლა ფიზიკურად სექტემბერში მოხდა რაც მოხდა რა. სექტემბერში მოხდა რაც მოხდა. შენ მშობლებს, აი როგორ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ აი მოდი ლიკა გადავაფრინოთ? აი როგორ ხდებოდა ეს? აი გახსოვს აი რაღაცა ეს ლაპარაკები, ეს ხო ისე არ ხდება, ეს ყველას მერე ნანახი აქვს კადრებად. და შენ მშობლებს ერთადერთი რაც გააკეთეს ის რომ ბინა დავკეტეთ და წამოვედით აგარაკზე რომელიც არის მერხეული და არის 15 წუთი ცენტრიდან და ყოველ დილით მიდიოდნენ სამსახურში და ვტოვებდნენ 80 წლის ბებოსთან სახლში. აი რამდენჯერ მithქვია მამა ჩემისთვის რომ რას ფიქრობდით აი 80 წლის ბებოსთან ვტოვებდით ხო აი რა უნდა ეგ. დედა ჩემი ზოგჯერ 3 და 4 დღე არც მოსულა სახლში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაჭრილები იყო და შესაბამისად რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე ითვლებოდა რომ წინა ხაზზე იყო. და აი რამდენჯერ აფხაზებიც მოუყვანიათ დაჭრილები და ნუ ქართველები ხო ცხადია და რამდენჯერ ყოფილა რომ ესე უბრალოდ სადღაც შეუხვევია და წინ ჭურვი ჩამოვარდნილა. მე ჩვენ სოფელში ძალიან ჭირდა პროდუქტები იმ პერიოდში აი აქ აგარაკზე და დედა ჩემი რამდენჯერ მდგარა პურის რიგში რომ ჩვენი მეზობლებისთვისაც პური ჩამოეტანა და ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა რომ ვეღარ დაელოდა საავადმყოფოში უნდა დაბრუნებულიყო და რომ გავიდა თუ არა ეს საცხობი ისეთი ჭურვები ჩამოცვივდა რომ აღარაფერი აღარ დარჩა იქ. აი უბრალოდ აი რაღაცნაირად ბედი ატარებდა ამ ორს აი ამ გზებზე და ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ რა ვიცი ხა ისევ ეს ეზოში ვთამაშობდით და დედა ჩემი ესეთ ხალათში პირდაპირ სისხლები ზედ ქონდა სამსახურიდან მოქანდა, იმიტომ რომ მამა ჩემა გაუარა და უთხრა რომ სასწრაფოდ ეხლა გაიგო რომ ერთი რეისი მიფრინავს, იმიტომ რომ მორჩაო უკვე წარმოუდგენელი არისო და მე და ჩემი ძმა ჩაგვსვეს მანქანაში რაღაცა რაღაცა ავიღე ერთი შორტი და ერთი ელასტიკი თუ რაღაცა და რომ მივედით აეროპორტში ჩამოფრინდა შევარდნაძე. აი ზუსტად ის დღე არის და არი ნერვიულოთო ლოთიკობალიას ჯარი აგერო მოდისო ყველაფერი იქნება კარგად და ჩემი ძმა აორთქლდა ეს რომ გაიგო და იკარგა რომ მეო სად უნდა წავიდეო აგერო ჯარი მოდისო და მეო ვიქნები 16 წლის და მეო რჩებიო მაგრამ დაიმალა ამასობაში და ეს რომ ვერ იპოვეს მე კი შემაგდეს ეს აი მართლა ეხა აი სირიიდან თუ გინახავს ხოლმე კადრები რომ ტრაპზე ვერადიან და გვერდიდან რომ ესე ააგდებენ. აი ესე ამაგდეს. თვითფრინავის ტრაპზე მამა ჩემა ესე ამაგდო და დედა ჩემა მე მეორე მხრიდან მოაყენებინა ტრაპი და მიწერს ნომერს რომ იქ რომ ჩახვალო აქ დარეკეო. რა ნომერს ნახავდი. მოკლედ ესე იყო ეს ამბავი, ოღონდ გამოვფრინდით რომ აი აქ დაჭრილები იწუნენ, იქით რაღაცა ხალხი წივილი, კივილი, ფეხზე, აი ტროლეიბუსები რო დადიოდნენ და გარედან, აი ამ ვითარებაში ჩამოვფრინდით და შენ მარტო იყავი, არავინ არ იყო, ოჯახის ახლობელი, ანუ ამოცანა იყო რომ უბრალოდ ლიკა მაინც შევაგდო. კი. და მე დედა ჩემის მთავარი ექიმის ცოლშვილიც წამოიყვანეს და ისინიც აი ესე ვთქვათ შეყარეს. კი და ლიკა მარინას მე ესე შევეკედლი და მე ავტო მარინას? კი. ვინ ხდება, რა ხდება? ვინ მეტროთი რაღაცნაირად იქ შენ მოდიხარ მარტო მეტრო? არა, მე ამათთან ერთად უკვე შურღაიებთან ერთად მივდივართ სადღაც მახსოვს რაღაცნაირად მივედით მეტრომდე, მე მეტრო იქვიარეთ და მოკლედ საბურთალოს სასაფლაოებთან ამირანი ერქვა, მე მგონი მაქსას სტუმროს ახლაც დევნილები ცხოვრობენ სხვათა შორის და ერთ-ერთი პროექტის დროს იქ აღმოვჩნდი. და იქ ვიყავი 1-3 დღე, როგორ მახსოვს და რაღაცნაირად ტირილი რო გინდა, მაგრამ რო გერიდება ამ ხალხთან, აი მერიდებოდა რომ მეტი რანტო ორი ბიჭი და ეს ქალბატონი მარინა იყვნენ და
და ხედავ ესე შევარნაძეს და იძახის რომ სოხუმი დაეცა. აი რა უკვალურად აი 2 დღეში ხდება ეს ყველაფერი ჩვენი ჩამოსვლიდან და აი ეხლა კი ვერ ვიაზრებ ეხლა ეს რაც ხდება, მაგრამ შევარნაძის სახით ხვდები რომ რაღაცა მორჩა. წარმოდგენა არ მაქვს ვინ სად არის. აი ვარ მარტო სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად უცხო ქალაქში და როგორ მახსოვს აი აქ რო ბურთიგო და მერიდება რომ ვიტირო მცხვენია რატო ფიქრობთ ესეთ რაღაცებს ხო რაღაცნაირი ბავშვობა გქონდა ერთღო მაგრამ აი ეს არ შეიძლება ის არ შეიძლება ხო და მე როგორ მახსოვს რამდენიმე დღეში კარი გაიღო და დეიდა ჩემი დავინახე და მე მეგონა რომ თავიდან დავიბანდა ეს იყო რაღაცა აი არ ვიცი საოცრება იმიტომ დეიდა ჩემი ისედაც გიждები ისე მიყვარს აი ჩემთვის დეიდა არის უმნიშვნელოვანი პერსონა ჩემს ცხოვრებაში და რომ დავინახე აი არ ვიცი კი ამ გავგიჟდი და მე ეს ხელი მომკიდა და თვითონ აი აქ ივერიასთან რო ხალხი დაყარეს აი იმ ნაკადში იყო და წყნეთში დაბინავდნენ და ხელი მომკიდა წავედი ფეხით წყნეთში ტრანსპორტით არ იყო და მოკლედ მას მერე უკვე სადღაც არ ვიცი აღარ მახსოვს რამდენი იყო ის დრო მაგრამ მე რაღაცა 1 წელი მეჩვენებოდა სანამ ჩემი მშობლები ბიძა ჩემი მეორე ბიძა მესამე ყველანი სვანეთით მოდიოდნენ აბსოლუტურად ყველანი ბებია ჩემიც სვანეთით ბებიაც ვიკა ამბავს როგორ იგებდით არაფერი არ ვიცოდით უბრალოდ ამბადით კარი გაიღებოდა და შემოვიდოდნენ აი სულ ამის მომდინში აი კარი როდის გაიღო ხო და მე დეჩვენება საუკუნე მეჩვენება რომ საუკუნე გავიდა კი ისე მოვიდა თოვლი რომ მე ისე შორტები დავდიოდი წყნეთში სკოლაში დაიწყო სიარული კი რა ვიცი სადაც ცხოვრობდით ყველგან სკოლაში მივყავდით და შენ დაბადებულ სოხუმში, როდესაც ჩამოხვედი პირველად თბილისში. აი ეს პირველი ადგილები თბილისში, რომლითაც შენ აღიქვიეს და აი რა ადგილები იყო ეს? გაგიკვირდება ახლა რას ვიტყვი, იმიტომ რომ საერთოდ ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ნუ პირველი ადგილი იყო თავიდან მე ერთი ჩამოსვლა მქონდა თბილისში სოხუმიდან, თვალები სამკურნალოდ ჩამომიყვანეს და აღმოჩნდი მაშინ ვორონცოვის მოედანი იყო და რაღაცნაირად უცებ აი საარბრუკენის მოედანზე აღმოჩნდი და ხიცი რაღაც პატარა ქალაქიდან უცებ დიდ ქალაქში აღმოჩნდები და ეს მოძრაობა უცებ ძალიან ვიგრძელი ეს ტემპი ხო თუმცა ნუ მე რამდენიმე დღეში ჩვენ სოხუმში დავბრუნდით და მას შემდეგ რაც აი ამ ტრაგიკული მოვლენების გამო ჩამოვედით უკვე თბილისში პირველი ადგილი, სადაც მე დავიწყე მარტო აი ჩემი ნაბიჯების გადადგმა იყო ვერის ბაღი. მართლა? აი ეს შენობა. რომელიც? ამოდი მაჩვენე სასწრაფო. კალათბურთის დარბაზი. კალათბურთის დარბაზი. მეგობრებო, მე და ლიკას კიდე ვიცით რა გვაერთიანებს? კალათბურთი, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი 58 საშუალო სკოლაში, კალათბურთის სკოლა იყო, რა ვიცი, ყველა ვინც იცით არისით, ყველა იმ სკოლიდან გამოვიდა. და ვერის პარკში ბიჭები ჩვენი კლასელები აქ თამაშობდნენ. წამოდით წავიდეთ, რა ხდება ეხა იქ ლიკა? ეხლაც არის ნეტა? კი, არის, იმიტომ რომ დათუნა ხშირად მოდის ხოლმე როცა თბილისში აქ სავარჯიშო და ესე ქუჩაში მოვდიოდი. მეც აი სკოლაში ხო სოფეხით დავდიოდი ამ პერიოდში და ხან რომელ სკოლაში ხან და ერთ-ერთი ესე წამოსვლა მქონდა სკოლიდან და ვაჟა კვარაცხელია შემოყვარა. ვაჟა კვარაცხელია? ანუ ცნობილია, რომ პირდაპირ ქუჩიდან ყველა მიყავს დარბაზში და ნუ ამ სიმაღლე რომ ნახა და თანახე ჩემ მშობლებსაც იცნობდა, პირდაპირ ხელი მომკიდა და წამომიყვანა ვერის ბაღის დარბაზში. შენ რამდენი ხარ სიმაღლეში? ახლა ვარ 184, მაშინ არ ვიცი, ნუ ალბათ 180-იც ვიქნებოდი უკვე. აჰა. აი ბიჭებო, ეს არის დარწმუნებული რომ იცით? ხო, როგორ შეცვლილა ვიზუალ გარედან სხვანაირი იყო და იქ იყო ერთი დიდი დარბაზი და აქეთ მეორე პატარა. კი და პირველად 58 სკოლა სხვათა შორის რომელშიც მე ვსწავლობდი როდესაც აი აქ იყო ვერის პარკში სადაც ახლა სასტუმროა ჩვენ იქ ვსწავლობდით ჩვენს წინ იყო ეს პატარა ფუნთუშების მაღაზია და გადარბოდნენ ბიჭები ისე გადმორბოდნენ
აქ მასთან მერაბ კეკელიძე იყო მაშინ ჩვენს სკოლის დირექტორი. შენ მაშინ აქ არ იქნებოდი. საფუნთუშოს გეკითხები, სად იმასთან რო იყო? სკოლის პირდაპირ ზუსტად. არა, ესე რომ მითხრა ეხლა, სადაც აი ჩინური და რაღაცეებია. ხო. ხო და მე კიდე სკოლიდან რომ მოვდიოდი, სულ ვფიქრობდი, რომ 500 მანეთი თუ მექნება ხვალ თქო, აი გავივლი და პურს ვიყიდით. მე პურის ცხობა დაიწყეს მანდ იმ საფუნთუშოში და გიждდებოდი იქნა ფეხით რომ მოვდიოდი და ამ პურს ყიდულობდი. ხო, იმიტომ რომ მე რო ვსწავლობდი, ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი ეს ამბები, მე რო დავამთავრე, მე იყო 9 აპრილი, დამთავრების დროს მე იყო აფხაზეთის ომი და ხო 500 კუპონი იყო. კუპონი ალბათ, ხო. შენი ყოფა რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთთან შედარებით, ხო? იქ ეხლა ზოგადად მე მართლა ყველას ვეუბნები ხომ რომ თქვენ კი არ გიჭირეთ, მაგრამ მართლა რეალურად ყველა ძალიან ლამაზად და ძალიან ლაღად ცხოვრობდა. ეს არც როგორ ხდებოდა. ყველა ასე ცხოვრობდა. მე სულ ყვები ისტორიას, დეიდაჩემი მუშაობდა გაგრაში, დიდი სანატორიუმი საქართველოს იყო და იმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო და აი ვამბობ, რომ აი მე წავედი დეიდასთან სამსახურში, ხო, ეს სად დადიხარ? აი მე დეიდასთან სამსახურში დავდიოდი ავსტრიელების მიერ აშენებულ ულამაზეს შენობაში. და აი ეს სილამაზე ესთეტიკა იყო მუდთანდევი, ყოველდღიურობის, აი ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იყო. ალბათ აი მანაც რაღაცნაირი საყრდენი მისცა ყველას ბევრი რამისთვის. აი შენი ყოფა აფხაზეთიდან თბილისში რადიკალურად შეიცვალა. მათ შორის ეკონომიური, მათ შორის სოციალური პირობები, ხო ლიკა? ხო შეიცვალა, აღარ ქვია, არა ხო. აი მოდი რა მითხარი ეს კონტრასტი, აი რად გადაიქცა? უბრალოდ ის დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და ანუ სულ ვამბობ, რომ აფხაზეთზე ერთხელ ჩემთვის პირობა მივეცი, რომ როდესაც ვილაპარაკებ, აი აღარ ვიტირებ მორჩა, იმიტომ რომ აღარ აი ყველა არ მინდა, იმიტომ რომ ყველა დავამს. ანუ ბევრი რაღაცა გადავლახე იმ პერიოდიდან, ბევრი რაღაცა დავივიწყე და ამას ეს მე მგონი უკვე ნელ-ნელა გადავლახე და ვიძახი, რომ აღარ ვიტირებ და ვილაპარაკებ მარტო ესე, ძალიან დადებითად. შეიცვალაც ვერ დავარქვე, იმიტომ რომ ყველაფერი დამთავრდა, ის ჩვენი ბავშვობაც, ის რაღაცნაირი ჩვენ სამეგობრო სკოლა, აი არ ვიცი, აბსოლუტურად უცნობ ახალგაზრდებთან ერთად აღმოჩნდით ამ საერთო საცხოვრებელში, სადაც არ გქონდა არაფერი, საბანიც კი არ გქონდა, ცელოფანი გვეფარა, იმიტომ რომ გვაწვიმდა და ნუ ასე შემდეგ. და უბრალოდ მე არ მახსოვს ჩემი მშობლებისგან, თან ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით ყველანი ერთად. აი ამ ერთობამ გადამატანინა ყველაფერი და არა მარტო მე, ამ საერთო საცხოვრებლიდან ყველანი წარმატებულები გამოვიდნენ და ყველამ მიაღწია თვითონ რაღაცას. ყველამ თვითონ იყიდა თავისი საცხოვრებელი, თვითონ მუშაობენ და თვითონ არიან ძალიან წარმატებულები, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა ერთობამ ჩვენ ახალ ბავშვებს ყველას რაღაცა ჩვენი თანატოლი გვყავდა და მე არ მახსოვს ჩემი მშობლებისგან, დეიდაჩემისგან, ბიძაჩემისგან და ასე შემდეგ, რომ აი ეს რა დავტოვეთ, რა ქონება დავტოვეთ, აი ამაზე საუბარი ჩვენთან არასდროს არ ყოფილა და იმდენად ეს რაღაცა არც იყო ჩემს ბავშვობაში და მე ეს იმდენად არ მესმოდა, რომ ვერც ვაფიქსირებდი, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. აქედან გამომდინარე, ამას საერთოდ ვერ გრძნობდი. მაგრამ აი ეს იყო საუბარი იმაზე, რომ მადლობა ღმერთს, რომ ყველანი ჯანმრთელები გამოვედით და მორჩა. არასოდეს მე არ მინახავს, რომ დედაჩემი და მამაჩემი ტიროდნენ ან სახლზე, ან ავეჯზე, ან იმეს რა დავტოვე. ესეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ ის რომ ჩვენ რაღაცა სულ კრუიზებში ვიყავით და ის რომ ჩვენ რაღაცა სულ საზღვარგარეთ პრაღა თუ რა ვიცი რაღაც შესაძლებელი იყო არაფერი არ დაგვიტოვებია ეს უკვე დასრულდა და მოვიდა რაღაც ნაცრისფერი დღეები, როდესაც ვიდექით პურის რიგში, მათ შორის პურზე დავდიოდი მე და სკოლაში იყო პერიოდი რომ მთელი დერეფნიდან საერთო საცხოვრებელში, სადაც დერეფანში მე მგონი 1-10 ოთახი იყო, შეიძლება 3 ბავშვი წავსულიყავით სკოლაში, იმიტომ რომ მთელ სართულზე 3 ქურტუკი იყო. და ერთმანეთის ქურტუკებით მივიდი. აი, დღეს მე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა მაქვს სკოლაში და უნდა წავიდე და ეს ქურტუკი. ხო, ნუ აბა ხა. ლიკა. აი, როდის მიხვდით შენ როდის მიხვდი რომ
აი ხა მე რაღაც შემოსავალი მჭირდება. რაღაცნაირად ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ აი ზუსტად ესე რომ ვერის ბაღამდე რაღაც ისე თავის ფეხით მოვედი და კალათბურთიდან რომ გამოვედი, მე ამ ქუჩაზე ისევ რომ მოვდიოდი, შემხვდა ნატა სამადალაშვილი, რომელმაც ესე ხელი მომკიდა და წამიყვანა სააგენტოში. სამოდელო სააგენტოში, კი და იმ პერიოდში, აი მიუხედავად იმისა, რომ ესეც სიბნელი იყო იმ 90-იანებში, იყო უამრავი რამ სამოდელო სფეროში, იხსნებოდა ბევრი მაღაზია, აი ეს მაღაზიები აკეთებდნენ ჩვენებებს და ამ ჩვენებებში იხდიდნენ ჰონორარებს. მოკლედ, ისე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგი ჰონორარი გამომდიოდა მე. ნუ მაგალითად. მაგალითად ყოფილა პერიოდი, რომ აი რაღაც ასეთი ფესტივალების დროს მე ამიღია რაღაც $800 ერთად. აი, რას ლაპარაკობ? ანუ თვითონ ჩვენებაში $100 გიხდიდნენ და თვეში რამდენი ჯერმე ხდებოდა ეს ჩვენებები და ხა მაშინ $100-ად ოჯახი ცხოვრობდა. და ჩემი პირველი ჰონორარი, როგორ მახსოვს, ალბათ 14 წლის ვარ, მეტის არა. ტეფალის მაღაზია რო გაიხსნა ჭავჭავაძეზე და მე წავედი და ვიყიდე ტაფა. $40 თუ რაღაც და სახში მოვიტანე ტაფა, ხო? რიკა, რატო ტაფა და არა რა ვიცი, რაღაც სხვა. აი მეც არ ვიცი რატო. შენი და მურთაზის ოჯახი. მურთაზ შენია არაჩვეულებრივი ადამიანი, აი ფანტასტიკური ადამიანი, ძალიან ცნობილი, წარმატებული ფეხბურთელი. ნუ მე მასთან ერთადერთი პრეტენზია რაც მაქვს, ის რომ რასაც ყვებიან მასზე, მის საოცარ თვისებებზე, როგორი იუმორის გრძნობა აქვს და ასე შემდეგ, ნუ ჩვენ ესე ინტერვიუს არ გვაძლევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. გადალახა? ვერ გადალახა. სცენის შიში ვერ გადალახა. სცენის და კამერით. ხო. კარგი. სად და როგორ? სად და როგორ? ხო და ერთ-ერთი ესეთი ჰონორარის დროს ახალი სათვალე უნდა მეყიდა და მაღაზია იყო ჩირაღდანი აქ და იმასთან, ფილარმონიასთან. და მე და დედაჩემი სათვალეებს ვარჩევდით. და ამ მაღაზიაში დავუნახი ვარ. და მე რამდენიმე დღეში გამოდის გაზეთი, სადაც არის ძალიან დიდი ჩემი ინტერვიუ, იმიტომ რომ მაშინ მოქალაქეთა კავშირი იყო და მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადმომცეს და მოქალაქეს ვიდეო, ხო. რისი? ანუ ავანგარდული მოდის ანსამბლეაზე რამდენიმე დღე ხო მიმდინარეობდა და მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა სპეციალური პრიზი მაყურებელთა სიმპათია და საერთოდ არ ველოდებოდი გამომაცხადეს, გამოვედი სცენაზე და მომცეს ვიდეო. მაჩუქეს. და ხშირ წარმოგიდგენია საერთაშორისო რომ მოვედი და ვიდეო რომ მოვიტანე. რა ქვია ეს? ხო, სადაც უკრავდა. რას ლაპარაკ? ვიდეო მოვიტანე. ეს რა იყო? იცი მთელი. ჩვენ ანუ ეს მთელი 2 სართულის ბავშვები და მეგობრობდით და ყველანი ვიკრიბებოდით ან ჩვენს ოთახში ან სხვის, აი სულ გქონდა რაღაცა გართობა. ისეთი რომ არ ვიცი, ჩვენთან დაბადების დღეებს იხდიდნენ ისინი, ვისაც 5 ოთახიანი ბინა ჰქონდა. რა თქმა უნდა. აბაშიძე ჩვენთან იხდიდნენ დაბადების დღეს. ისეთი ჟრიამული იყო და ნუ ეს ვიდეო რომ მოვიტანე, მე ერთი 3 კასეტაც ვიშოვეთ და ნუ იყო ძალიან მაგარი. ხო და მოკლედ აი ამასთან დაკავშირებით გამოვიდა ინტერვიუც და მურთაზი დღესაც კითხულობს გაზეთებს. ჯერ ანუ გაზეთებს კითხულობს, არ ვიცი. მისი ყოველი დღე არის ახალი გაზეთი და უნდა წაიკითხოს თავიდან ბოლომდე და მაშინაც ნუ კითხულობდა გაზეთებს და უცებ გადაშალა გაზეთი და აგერ არ მინახა ჩემი სახელი, გვარი, ყველაფერი გაიგო და თვითონაც აფხაზეთიდან და რა უნდოდა ეხა გაიგო საცხოვრობდი და მე იქიდან რაღაცნაირად ესე გამიცნო. ხო, მაგრამ უნდა ვთქვათ, მურთაზი ამ დროს არის ვინ? მურთაზი ამ დროს არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ალანიაში, უკვე არის ჩემპიონი ამ გუნდთან ერთად, არის საქართველოს ნაკრების. მოვყვეთ ხო, როგორი ფეხბურთელი, ვისთან გვაქვს საქმე? კი, საქართველოს ნაკრების ეს წამყვანი ფეხბურთელია. და მე ერთი პერიოდი სერიოზული ტრავმა მიიღო, ოპერაცია დასჭირდა და ამასობაში მეც მოვყევი სერიოზულ ავარიაში ტრავმების შემდეგ და ორივეს ჰქონდა რაღაცნაირად დანიშნული ფიზიოთერაპიები და ცურვა და ორივე აღმოჩნდით ლაგუნაზე. მეც ყავარჯნებით და ისიც ჯოხით და აი იქ უკვე გარდაუვალი იყო თქვენი ხო ბედის გადაკვეთა. აი ინგლისში უკვე იწყება სხვა ცხოვრება?
კი, ინგლისში უკვე იწყება ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება და უკვე აი დამოუკიდებელი, ზღაპრული, ფეხბურთელის ცოლობა, რაცაც ჩვენ ამ სიტყვას ესეთი არა. საერთოდ ვერ აღვიქვავდი, ამას საერთოდ ვერ. ნუ რაღაც პრობლემები დასრულდა და რაღაც სხვა ცხოვრება დაიწყო, მაგრამ მაგ მხრივ მეკითხები? კი, მაგრამ აი ის რომ რაღაცა ეხა ფეხბურთელის ცოლობა, ეს მაშინ საერთოდ არც იყო. მე წამოვიდა. ძალიან სასაცილო იყო რომ ჩამოვფრინდით. ნუ ეხა გუნდმა იცოდა რომ ცოლი მოყავს და რაღაც სასტუმრო დაუჯავშნეს, იმიტომ რომ ჯერ სახლი არ ქონდა თავისი ნაქირავები, რომ ერთად უნდა მოგვეძებნა და ამიტომ ემელოდებოდა. რაღაცა სასტუმრო ყველაფერი მოგვარებული და ნუ გიორგი ქიქლაძემ თქვა რომ ხო ახალ დაქორწინებულებსო სასტუმროში ხوار გაგიშვებთო და მე წავალო სასტუმროში და თქვენო სახლს დაგითმობთ. მაგის მერე რას მერჩოდი სახლს ვალაგებდი ერთი ხვირა. მე მგონი ორსართულიანი სახლი მარტო კაცები რო ცხოვრობენ წარმოიდგინე და ერთი კვირა სახლს ვალაგებდი. როგორია შენი პირველი იანვარი? ჩემთვის პირველი იანვარი და ზოგადად ახალი წელი ასოცირდება ოჯახთან. და რა თქმა უნდა ოჯახის პერიოდია ეს და მაგიტო განსაკუთრებით მიყვარს. ჩემთვის პირველი იანვარი არის ის პერიოდი, ის ფუფუნების პერიოდი, როცა აი არსად არ გეჩქარება, ხარ თავისუფალი, არავინ არ გირეკავს და შეგიძლია რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარო ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი დრო. ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ეგ პერიოდი. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. მამასაც დაუძახის. პირველი იანვარი რა არის? ახალი წლის პირველი დღე რა. ახალი ფურცელი. ახალი ფურცელი. ბატო, ვინ გიყვარს, ბებო თუ ბაბუ? ბებო. ოჯახში? ბაბუ. ვაიმე. რა დააბარე ხოლმე ბაბუ? ვერაფერი. შენ და ხვიჩა კვარაცხელია. ვინ არის? შენ ნათსავია? არა, არა. რა ხდება? მოყევი. მამამისი იყო ძალიან ძლიერი ფეხბურთელი თავის დროზე, მურცაძესთან ერთად თამაშობდა დინამოში. ბადრი კვარაცხელია, ბადრი და მაკა, ანუ მამათი მშობლები არიან ჩვენი ძალიან ახლობლები მურცაძესგან გამომდინარე, აი ესენი მეგობრობდნენ ყოველთვის ბადრი და მურცაძე და ჩვენც ესე ოჯახებით ყოველთვის მეგობრობდნენ და ბავშვობიდან რომელ ამბავს იცი რომელ ამბავს? არა, ყველა ამბავი მაინტერესებს, მაგრამ ნუ აი ერთი მაინც მოყევი, მე მახსოვს ვიდეო, სადაც პატარა ანა თუ ელენე და ხვიჩა არიან. ანა და ხვიჩა. სურამში დავყავდა ბავშვები ერთად, ხო და იქვე ეტყობოდა, რომ ეს ბავშვი იყო ფენომენალური, იმიტომ რომ საოცრებებს აკეთებდა 3 თუ 4 წლის ასაკში. კვარას ვეძახით ჩვენ მამამის. ჩვენთვის კვარა არის ბადრი. მურცაძე და კვარა სუიცინიან ხოლმე რომ ჩამოდიოდნენ სურამში, ხვიჩას ძმა თამაშობდა ძალიან მაგრად ფეხბურთს. და რო ჩამოდიოდნენ მურცაძე და კვარა სურამში უკითხულობდნენ რომ ნიკუშა რა შვებად ხო თამაშობს, ხო ისა ხო დარბის, ხო ვარჯიშობს და მე ვთხარი ეს ნიკუშა ძალიან კარგია, მაგრამ მე ვთხარი ამაზე ილაპარაკეთ, იმიტომ რომ ეს არის მე ვთხარი სასწაული. და გაეცინათ ახლა 3 წლის ბავშვზე რას გვეუბნებიო და მართლაც ესე აღმოჩნდა. ნიკუშამ უბრალოდ დაანება შემდეგ ფეხბურთს თავი, თუმცა ძალიან მაგარი მონაცემები ჰქონდა. და კუშამ, უკვე ხვიჩამ გააგრძელა. როგორ ნიკუშა და კუშა არიან ძმები და კუშა არის ხვიჩა. და ნუ მათი მესამე ძმაც არის ამომავალი ვარსკვლავი. მართლა? კი. ნუ შენ თუ ამბობ უკვე კი, ამომავალი ვარსკვლავია, დაიმახსოვრეთ თორნიკე კვარაცხელია. რა ქვია მე თორნიკე კვარაცხელი. კი ბატონო. ჩვენ ერთად მუშაობდით აფხაზეთის სამინისტროში და მე მინდა აქედან უბრალოდ მართლა მთელი გულით მოვიკითხო რუსლან აბაშიძე, ეხლა უკვე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი მეგობარი, მაშინ ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ბატონმა რუსლანმა მეც შემომთავაზა აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრობა, იქამდე შენ იყავი ამ სააგენტოს ხელმძღვანელი და იყო ჭორები რომ თაკოს მეგობრებს და დაქალებს ნიშნოს და მე თაკოს დაქალი არ ყოფილვარ არასდროს, არც ესე ძალიან შორიდან ვიცნობდი, ეს რომ ეს პირადად რუსლანის დამსახურება და ჩვენ
და რუსლანი შევხვდით ერთმანეთს ლიკას მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე. მინდა გულით მოვეკითხო რუსლანი, მადლობა უთხრა ამ შესაძლებლობისთვის, რატომ იცი? მიუხედავად შეიძლება იყო რაღაცა სირთულეები, ჩემთვის სრულიად სხვა სფერო იყო. მე ვარ უაღრესად მადლიერი იმ პერიოდის, რომელიც მე გავატარე აი სამინისტროში. რომელმაც მომცა საშუალება, რომ აი ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვედროდი, რომლებსაც ყველას ერთად გვაერთიანებს აფხაზეთი. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ როგორ მყარებია ეს ადამიანები, რომ რაღაცა სხვა გრძნობაა და მე ძალიან ბევრ ადგილზე მიმუშავია, ვიკა. მაგრამ იცი რა შემიძლია ვთქვა, რომ მე მსგავსი სიყვარული, რასაც მათგან გრძნობდი და დღემდე ვგრძნობ, მე არ მქონია. აი, დღემდე ჩემი ზურგია ეს ზურგი არის ეს ყველა ადამიანი. და მოდი ვთქვათ, შენთვის რა იყო აი ამ სააგენტოში მუშაობა? ეს ხო არ იყო უბრალოდ ნამდვილად არ იყო თანამდებობა, ზუსტად ვიცი. არა, რა თქმა უნდა. ეს იყო აი რეალურად გამოწვევები და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და საქმეები, რომელსაც შენ მართლა მოკიდე ხელი და მიიყვანე ბოლომდე. აი მოდი მომიყევი რა იყო ეს შენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ აი ნახე მე ის ბავშვი, რომელიც საერთო საცხოვრებელში ვიყავი აქეთა მხრიდან და სულ ველოდებოდი რაღაც პროექტებს, რომ მოვიდოდნენ, რაღაცას გაგვიკეთებდნენ, სადღაც წაგვიყვანდნენ ბავშვებს. ხო, აი რაღაც იყო მსგავსი პროექტები, ერთხელ სექტაშიც კი აღმოჩნდი. და აღმოჩნდი ახლა მეორე მხარეს, როდესაც მე მომეცა შესაძლებლობა, რომ ეს უკვე ჩემი ჩემი მე თვითონ რაც მინახავს და რაც მიფიქრია, რომ რა კარგი იქნებოდა ეს რომ ყოფილიყო, უკვე მე შევძელი, რომ ეს შემეთავაზებინა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში. და გარდა ამისა, კულტურის და სპორტის მიმართულებით სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია და ამიტომ ვართ მიმოფანტულები, ხო? ჩვენ რაღაცნაირი პატარა კუნძულები თუ სივრცეები ხელოვნურად უნდა შევქმნათ, სადაც შევიკრიბებით, სადაც ერთმანეთს ვნახავთ, სადაც გავიგებთ, რომ უი, ასეთი წარმატებული ახალგაზრდა და არის აფხაზეთიდან. არ ვიცით, ხო, არ ვიცით, იმიტომ რომ არა გვაქვს აი ეს ერთმანეთთან რაღაცნაირ ერთ ქუჩაზე არ დავდივართ, ხო? ამხელა თბილისში დავდივართ და არ ვიცით, ახლა შეიძლება ვინ საიდან არის, რას აკეთებთ. კი ბატონო. ხო და აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს პატარ-პატარა კუნძულები და ეს რაღაცნაირი სივრცეები შემექმნა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანებს თუ სპორტსმენებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოეჩინათ თავისი ნამუშევრები, თავისი თავი, უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც და ისევ აფხაზეთელებისთვის. ჩვენ რა შეგვიძლია მარტო ის, რომ ახალგაზრდებს რაღაცნაირად მეხსიერება შევუნარჩუნოთ, ხო? და ის რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დადგება ის დღე, რომ მათ მოუწევთ, რომ ჩავიდნენ აფხაზეთში და გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, უნდა იყვნენ მზად და უნდა წარმოდგენა ჰქონდეთ, სად ჩადიან და რატო არის აფხაზეთი ესეთი მნიშვნელოვანი, ესეთი ღირებული, ეს არ არის ტერიტორია, ხო? ეს არის ის ხალხი და ის კულტურა, ძალიან წარმატებული სპორტსმენები, რომელიც არც ერთი ნაკრები არ არის, რომელ სახეობაშიც ძალიან წარმატებული სპორტსმენები არ იყვნენ აფხაზეთიდან. ხო, აფხაზეთი ყოველთვის ამარაგებდა საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი სპორტსმენებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები და ეს ძალიან მინდოდა, რომ ბავშვებს რაღაცა დოზით სწოდნოდათ. მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემ მეგობრებს, რომლებიც არ ყოფილან არასდროს ან აი თბილისში ცხოვრობენ, სხვა ქალაქში ვეუბნები, რომ აი შეხო დაიბადე რაღაც უბანში, საბურთალოზე, ვაკეში, ვერაზე რა მნიშვნელობა აქვს და აი წარმიგე შესაც დაიბადე, იქ სკოლაში დადიოდი, ბაღში, დედაშენ და აი წარმიგე ვიღაცა მოდის, ჩაკეტავს იმ უბანს და შენ ვერასდროს იქ ვერ მოხვდები, იქ სადაც შენ გაიზარდე. იქ სადაც შენ დატოვე შენი ფოტოები, იქ სადაც შენ დატოვე შენი სახლი და აქვე მაქვს შენთან ესეთი კითხვა. რატომ უმეტესწილად, აი არ გაბოროტდა ეს ხალხი და აი სიყვარული არ ვაიდეალებ მართლა. ეხლა ყველა ვართ, ყველას არავინ არ ვართ იდეალურები, მაგრამ აი რატომ ლიკა, აი რა ხასიათებს ამ ადამიანებს აფხაზეთიდან? არ ვიცი, ალბათ რამაც არ მოკლა, გაგვაძლიერა და რადგანაც ძლიერი ადამიანი არასდროს არ არის ბოროტი, მე ესე ვფიქრობ, რა რაღაცნაირად შენ საქმეში როცა ხარ წარმატებული, თავდაჯერებული და ძლიერი ხარ, ბოროტი ვერ იქნები. იმიტომ რომ სიბოროტეს ვერაფერი კარგი ვერ მოაქვს.
რა არის შენთვის ეს ტელევიზია? აი, რა ხიბლი აქვს მას შენთვის? ეს არის ის პროექტი, რაც შენ გინდა, რამე გინდა სხვა აკეთო კიდე? მოკლედ, აი რა არის მომიყევი შენთვის ტელევიზია? პირველ რიგში ის რომ მართლაც უოცნებობდი, რომ ეს ჩემი გადაცემა მქონოდა და ტელევიზორში მე ფუსფუსა. პირველ რიგში ეს და უბედნიერესი ვარ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი პროდიუსერის, რომელმაც თავის დროზე აი ესე სოთქსელით აღმომაჩინა და მიმიწვია ტელევიზიაში. მეორე ძალიან სიამოვნებს მაყურებელთან ურთიერთობა. რაღაცნაირად ამის გამო კიდევ უფრო გავაქტიურდი სოთქსელებში და ყველგან რაღაცას ვაზია. მოიცა, შენ გაქვს ლიკას მარტივი რეცეპტები, კერძები, ხო? კერძები ბოდიში. შენ ხარ ტელევიზიაში დილა მშვიდობის ისაში და შუა დღეში. კი და ძალიან სიამოვნებს მაყურებელთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ეს აი საერთოდ მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მოკლედ აი აბსოლუტურად ნებისმიერ სივრცეში შემიძლია დავждდე და ყველა თემაზე ყველას ვესაუბრო, მიყვარს ადამიანები, ხალხი მიყვარს და რაღაც საინტერესო ადამიანები მით უმეტეს და ეს რაღაცნაირად ჩემი სივრცეა. ტელევიზიის მერე ამ გადაცემების მერე რეცეპტებს ხო ვაზიარებ და მერე დიასახლისები ხარ, რა თქმა უნდა, საოცარი დიასახლისები ყავს ქვეყანაში და ხა მე მათ ვერც შევედრებ, მაგრამ ისეთ კარგ რჩევებს მომწერენ ხოლმე, მე რაღაცას მივწერ, მე რაღაც აი ერთმანეთს ვუზიარებ და მოკლედ ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი და თან რაც ყველაზე მთავარია, რომ ახლა მე ამ ყველაფრისთვის მცალია და ძალიან თავისუფლად და თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული ამ ყველაფერში, თორე ხა როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მე ფიზიკურადაც ვერ მუშაობდი და სულ ვამბობ, რომ აი ჩემთვის გმირები არიან ქალები, რომლებსაც ორი პატარა ყავთ სახლში და კიდე 9-დან 6-მდე მუშაობენ. აი მართლა გმირები არიან. ჩვენი საუბრის ბოლოს მაინც შენი კულინარიით მინდა დავასრულო და ვიდრე შენ მომიყვები აი რამე ისეთ კულინარიულს ან მირჩევ, ან გვირჩევ და მე გთხოვთ რომ მე იქ ყველა მოაყოლე თქვენი საყვარელი კერძები, ეს ნახობსაც გარდეს, მაგრამ რეალურად ჩავიხედები. ეხა ჩემი ისტორია. ჩემმა ბიძამ ისმეტარმა მოკეთ მოყავს ცოლი და ესე იგი დედაჩემს ევალება თბილისიდან რომ ჩაიტანოს იდეალის თუ რომელიღაცის რაღაც მოკეთ ეს ეგრეთ წოდებული კორჟიკები არ ვიცი როგორ ფირფიტები ჩაიტანოს თბილისიდან მახსოვს ცხადად როგორ ჩავდივართ მაშინ გაგრაში და ეს მომზადებული ფირფიტები ჩადე რომ მე ეს დაკრემოს სრულიად ეს თქვა გაგრა ეხლა რა ხდება მეგობრებო, რა თქმა უნდა ქორწილი არის დიდ რესტორანში, მაგრამ საჭველი კეთდება სახლში. მე ვარ საოცარი ტკბილის მოყვარული და ნამცხრობის ეს საყოველთაო ცნობილია და მახსოვს ლიკა რამდენიმე ფრაგმენტი. აი ეს ფირფიტების ჩატანა, მეორე ერთ-ერთი ჩვენი ნათესავი იყო ფატიმა. მე ნახევრად აფხაზი ვარ, ამიტომ ქართველები, აფხაზები და მე ჩვენი მეზობლები, სომხები, ებრაელები, ვინ ყველა ირეოდა, ესე იგი ჩვენთან ეს დიდი ამბავი იყო. აი მე უნდა წავსულიყავი ზემოთ, ის კი წამიყვანეს მანქანით ნამცხრობის წამოსაღებად. ავდივარ ზემოთ არის ლიკა ცოტა მაშინ თაზე არის სახლი და შევდივარ და აი წარმოიდგინეთ მე რომელიც გიждები ნამცხრობზე, ვაღებ კარს და ხალხო მთელი მისაღები არის ეს რაღაცა ბეზეებიანი ტორტი. მე მეგონა რომ თუ კი არსებობს 60 თუ რა ვიცი რაღაცა ზღაპრული საპრო აი ეს არის. იმიტომ რომ აი მე სუყურებ. რა თქმა უნდა ერთ ბეზეს მოატეხე და შევჭამე და ამის ფინალი მესამე. მოკეთ გადანაწილო სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსულები და ჩვენს დიდ სახლში მეზობლებად ეს ქორწილი დასრულდა და ყველა გადავნაწილდა. მე და ჩემი და რა თქმა უნდა ჩვენ საძინებლებში არ იყო ადგილი და მე და ჩემი და გვეძინა სად ნამცხრობდა. დიდ ვისაღებ ოთახში ბებიაჩების სახლთან, სადაც იყო ეს ყველა ნამცხვარი, რა ვიცი, რაც ნებიდან მოიტანეს ქორწილი. და თავისი წინა საახალწლო პერიოდია, მოკეთ რაღაცა ეს პერიოდია და ისი ღამე მეღვიძები, მე და ჩემს გვეღვიძები და ავდგები მივირბენდით ერთ-ერთ მაგიდას და იქეზე მოვჭრედი იმას, რა ქვია, იდეალს თუ რაღაცას და მივირთმევ. მე საერთოდ არ მეხერხება, არაფერი არ მეხერხებოდა და პირველი როდესაც მივუბრუნდი, გავაკეთე აი ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული მედოკი, იდეალი, იმიტომ რომ აი ეს ბავშვობიდან მქონდა შემორჩენილი და ეხლა ვაკეთებ არა ერთს, არა 2-ს და 3-ს. მოკეთ, აი ეს არის მოგონება, რომელიც ცხადად და ყველაზე ტკბილად და აი ესე გემრიელად და სიყვარულით მახსოვდება აფხაზეთთან. და ყოველი ახალი წელი ჩემთვის აფხაზეთის დაბრუნება არის
ჩემი ხელით გაკეთებული ეს ნამცხრობი და აი ის შეგრძნება რაც მე მქონდა რომ აი ხოცე ეს ნამცხრობი როა ეს რაღაცა ეს ჩემ ბავშვებსაც ქონდა შენ რა გაქვს რა კერძია რა რიტუალი გაქვს რა ტრადიცია გაქვს დედა ჩემის ნამცხვარი რომელსაც აკეთებს არაჟნის კრემით აი ძალიან მაგარ ნამცხრობს აკეთებდა დედა საერთოდ დედაშვილს აქვს ძალიან მაგარი ხელი და საჭმელს აკეთებდა რაღაც ძალიან გემრიელად და ახლაც აკეთებს რა თქმა უნდა და მურთას გიждდება დედა ჩემის ბაჟიზე იმიტომ რომ რაღაც ძვლებ გაცლილი ბაჟი უცებ ანუ გაგიждდა და მეც აი დედა ჩემისგან ეს ვისწავლე და საცივს ესე საახალწლოდ ვაკეთებ ძვლებს ვაცლი ნუ ძირითად ნაწილს და ბაჟეში დებ ქათამს ხო აფხაზურს ინდაურს ხო და მე ნამცხრობს არასდროს არ ვეკარები მე რატომ მართლა აი იმიტომ რომ ეს უნდა აწონო დაწონო აი ხაჭოს პასკა გავაკეთე შენი ყავი ჩემი ინსპირაცია მარტივია ნუ რა უნდა ხაჭოს პასკას პასკებს ვაცხობ კი მართალია კაი ახალ წელს მიუბრუნდე და ნამცხრებს არ ვაკეთებ იმიტომ რომ აი ეს რაღაცნაირი პროპორციების დაცვა და ეს აწონე და ამდენი წუთი და ეს არ მიყვარს მე მიყვარს ქაოსი სამზარეულოში რაც მაქვს უცებ შეურია გადავრի გავაკეთე და მზად არის და სწრაფად მიყვარს და აი ეს რაღაცებში რომ ცოტა ნერვები მეშლება მირჩენია ნამცხრებს ვაკეთებ ძალიან მარტივს უცებ რაღაცა მარტივი ღვეზელი მარტივი კექსი აი ესეთი რაღაცები მაგრამ აი ესეთ ნამცხრებს ახლა შენაც ჩამოთვალე ყველას ჩვენს ახლობლოს ქორწილისთვის აკეთებდა დედა ჩემი რა ვისურვოთ აი რა ვისურვოთ და რა თქმა უნდა ის რომ რაღაცნაირად გვიყვარდეს ერთმანეთი ერს და სრულიად საქართველოს ყველა კუთხე ნახო გაერთიანებული აი სულ ეს მინდა ყოველთვის ეს მინდა და ბავშვები იყვნენ გაფრთხილებულები და გახარებულები ახალგაზრდა თაობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობა ეს რა ვიცი ხა ეს რა ვისუ ბევრი რამ მაგ ჩაფიქრებული რა თქმა უნდა მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ირგვლივ ყველა იყოს ჯანმრთელად და კარგად იმიტომ რომ აი ჩემთვის მაინც სადაც მიმუშავია თუ რა გამიკეთებია და ბევრ რამეში მიფიქრია უი რაღაცა ის წარმატებულად და კარგად გამოვიდა მაინც საბოლოო ჯამში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ურთიერთობები აი ადამიანური ურთიერთობები მე რაც ვარ მე ვარ დედაჩემი მამაჩემი ჩემი ძმა ჩემი ქმარი ჩემი შვილები ხო აი ამადგან შევდგები მე იმიტომ რომ მე ჩემი ძმის მაგალითზე ბევრ რამეს ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს არ გადავდგა ისეთ ნაბიჯს რომ ვიცი რომ აი აქ ჩემი ძმა მიყურებს და რასაც ის არასოდეს არ იკადრებს, მე როგორ ვიკადრებ თუ აი ამ ხელა ქალი ვარ და სადაც მივალ, ყველგან მეუბნება რომ ძალიან ხშირად მეუბნებიან რომ შენ ტოშკას დაარახარ და ვფიქრობ რა აი როგორ მოახერხა ხო და აი ჩემთვის ეს არის ერთი გავხართ ხო აი ინტონაციითაც გავხართ და ჩემთვის არის ძალიან დიდი მაგალითი ჩემი ქმრის გზაც და ჩემი ძმის გზაც და სულ მაგ ხოლმე ესმეც რომ აი მე ამაც ნაკლები არ უნდა ვიყოთ რაღაცა და მაგრამ ეს აუცილებლად ყველა ეტაპზე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების გათვალისწინებით მე რაც დედა გავხდი მე არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს თუ არ გავითვალისწინებდი ჩემი შვილებისთვის ეს საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო ანუ არასოდეს არ გადამიწყვეტია რაღაცა ჩემთვის მას შემდეგ რაც გავხდი დედა კი ანუ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება გადის ჩემს შვილებზე შეიძლება მე ამათამ კი არ ვუთანხმებ ამას მაგრამ ნუ აი მე ჩემთვის ამას ჯერა ესე სამივეში გავატარებ და მე ვიღებ გადაწყვეტილებას მაგრამ მანამდე კიდე აუცილებლად ჩემთვის აი ეს ორი ადამიანი არის ძალიან სამაგალითო და ნუ მშობლებს კიდე ცალკე ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში და დეიდა ჩემს აი ამადგან შევდგები მე აბსოლუტია ოჯახი ხო რომელიც ხო აი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კი და სულ აი ეს ურთიერთობები არის ჩემთვის ის რაც როგორ ვთქვა მე მკვებავს ან მე ენერგიას მაძლევს ის რომ კვირაში ერთხელ მაინც მოვახერხებ რომ ჩემს მიშვილებთან ერთად სადმე გავიდე რომ ნუ დეიდა ჩემი უგრამდეჯერ ვახსენე ის რომ შვილები აი ყველა უნდა ვნახო თუ მე ბევრი საქმე მაქვს და რაღაცნაირად ჩემი ოჯახის წევრები დეიდა შვილები მეგობრები თუ არ ვნახე ხო მაწუხებს აი ძალიან მაწუხებს ვეღარ ვმუშაობ მე აი უნდა ვნახო ის ჩემი მეგობრები რომლებიც არის ძალიან დიდი мотивация და შთაგონება ჩემთვის, ხო? ანუ აი ამიტომ აი სულ მაქვს ხოლმე სურვილი რომ ყველა იყოს კარგად და მე ვიქნები მათთან ერთად კარგად.
კი, მე ვფიქრობ, რომ სრულიადად შესაძლებელია რაღაცნაირად ხო, რომ ისურვო და ეცადო მაინც და რეალურად ხე შენი ბედნიერება მართლა არ არსებობს, აი სხვა ადამიანების ბედნიერების გარეშე. ნამდვილად. და მე ლიკა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ შენ მადლობა, ძალიან ინერვიულე. კარგია რომ ინერვიული, იმიტომ რომ მეც ნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ აი მართლა ძალიან დიდი ხანია გიცნობ, დიდი ხანი იყავი ჩემს გულში და გონებაში, აი ხედავდი უბრალოდ, იმიტომ რომ შეხვედრებით რაღაცა კიდევ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს მაყურებლის ცხოვრებაშიც და მინდოდა რომ აი ამ ისტორიის შემადგენელი ყოფილიყო ლიკა კვარაცხელია, რომელიც ჩემთვის მთელი ამ თავის ისტორიით ისეთივე მშვენიერია, როგორც ჩვენი აფხაზეთი. მიშკა ამბობენ, რომ როდესაც ვახშამს აკეთებ, ღვინოსთან ძალიან ფრთხილადო. დასაკვირველია. რატო? იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ზედმეტი მოგივიდეს, ხო? აბა? შეიძლება უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე დაგეგმილი. იქ არა უშავს. აი ეს რა ფუნქცია აქვს? ნინო, რა ფუნქციაა ეს? რა ხდება? ანუ რეალურად 4 სექციისგან შედგება. შეგვიძლია ცალ-ცალკე შევიძინოთ, მაგრამ თუ ისე შეიძლება ეს ყოფილი 4. მილეს აი ამ უთოზე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო. საერთოდ უთავება მიყვარს ძალიან, ვიცი რომ საერთოდ დიასახლისებს არ უყვართ. მე შემაყვარა ბებიაჩემა გაგრაში ესე დავდგებოდი, ვაუთავდი და სხვადასხვა ისტორიებს ვისმენდი მისგან და აი რაღაცნაირად ეს პროცესი ძალიან მიყვარდა. ну აი ნახეთ, აი ხლა ვაუთავებ აი აბრეშუმს და აი რეალურად მილეში აბრეშუმის პერანგი როგორ გაირეცხება. შოურუმში რა თქმა უნდა ახალი მილეებიც დაგხვდებათ, ახალი სარწყის მანქანები და აქაურობას გამოარჩევს ის, რომ თუ თქვენ გადაწყვეტეთ შეძენა, ის არის უნიკალური სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გადასცოთ. მოიტანეთ თქვენ სარეცხი, რა ვიცი, რაც გმებავთ, გარეცხეთ, შეხედეთ, თავად დარწმუნდით, როგორი სარეცხის მანქანა და შემდეგ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას. თავარი აქცენტი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ თავისუფლად ანდობთ აბრეშუმს, ქაშმირს, ფურთუკებს და ასე შემდეგ გამთბენდი სპეციალური მოწყობილობა. მე იდეაში ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ისე დავკიდოთ და რა თქმა უნდა ნახეთ მილეს ჭურჭლის სარეცხის მანქანა ცალკე ყურადღების ღირსია. რა თქმა უნდა საახალწლო სუფრის შემდეგ ის ყველაფერი კომფორტული იყოს, ჭურჭლის სარეცხის მანქანა აუცილებელია. გეტყვით იმას, რომ მილეს ჭურჭლის სარეცხი 16 პერსონაზე ამბავს გაუმკლავდება მეგობრებო. შვენიერი კარბონარა, ზოგს წიტაკი უყარ, ზოგს არა, შავფილფილით. მოკლედ პარმიჯანო აქაურობის თავარმა დიასახლისმა ნინამ რაღაც ნამდვილად საოცარი პარმიჯანო გვიწილა, რომელიც არის ფლორენციის ერთ-ერთი პატარა სოფელში მზადდება, ხო? აი ეს არის ის პარმიჯანო, რომელიც მართლა მეკითხა, ცოტა გვეცოდებოდა დასახერხად, მაგრამ მე მეწოდებოდა, რომ მასპინძლებს არანაირად, პირიქით, ისე თქვა, ხელი სული და გული გვიწილადე და ნუ სასწაული. ხო, რასაკვირველია ხა ახალი წლის სუფრა არ არის სტეიკი და პასტა, მაგრამ აი ახალ წელს რო ყველაფერი მოგბეზდება, სწორედაც რომ ესეთი კერძების დრო დგება და ამიტომ მილეში ყველაზე ორგანული ჩვენთვის იყო იმის გაკეთება, რასაც პრინციპში ხშირად პასტას გასხდებით, ხშირად ვამზადებთ სახლში. დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, არაჩვეულებრივი ვახშმისთვის და მილეს მასპინძლობისთვის 126 წლიანი ისტორია, ეს არის სახუმარო საქმე და ის, რასაც ქვია გერმანული ხარისხი, როდესაც რეალურად ჩვენ ამბანდებ ამ ინვესტიციას მომავალში, იმიტომ რომ ეს ტექნიკა, ეს არ არის ფუფუნება და აი დღის აქ მოსვლით ამაში დავწყოთ, ჯამდად მნიშვნელოვანი ნახაც ხარისხიან
დეტალებზე აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შენ ზოგავ ელექტროენერგიას, წყალს, ანუ ენერგოეფექტურობა ამ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ასე რომ რაღაცა დიდი მადლობა მილეს და გაუმარჯოს მილეს თელმის გუნდს, იმიტომ რომ თვალიადევნეთ მილეს სოციალურ ქსელებს არის საოცარი მასტერკლასები, ხან თეკუნა გაჩეჩელაძე მინდაურის მასტერკლასს მართავს, ხან ახლად გახსნილი შოურუმი ბათუმში რაღაც ფანტასტიკურ სიახლეებს გთავაზობთ და მოკლედ ბევრი წარმატება მათ და ძალიან მიხარია რომ წინა საახალწლო შეხვედრების მეგობარია მილე. ეხლა ბოლოს მეგობრებო, სულ არის რომ საახალწლო სურვილი ჩაიფიქრეთ. მე მაქვს ესეთი კითხვა, მოდი მიშა შენი დავიწყოთ. აი შენი იდეალური 1 იანვარი. აი როგორ წარმოგიდგენ? ეს არის დილა, საღამო. 1 იანვარი სადღაც ესე 11 საათისთვის გავიძება. დასაკვირველია ცოტათი დაბახუსებს შეზარხოშებული და ეგრეთ წოდებული თავის ტკივილით. ოღონდ მე ოჯახურ სიტუაციაში ძალიან ახლოს ხალხთან აი საახალწლოს უფრო თავის ტიპის გარიჟი ცოტა თოვლი აუცილებლად თოვლის გარეშე 1 იანვარი არ არსებობს რომელიც მე ნელა-ნელა დაიწყება კლიკეთებით მე გადავა საცივზე მე გადავა ციგვინოზე მე გადავა და ყველაფერი გამეორდება და ბედობასაც შევხვდება კარგი ნიკა ირაკლი შენი ეცემის ირაკლი აი შენი 1 იანვარი გავიღვიძებ დაახლოებით 1 საათისთვის, იმიტომ რომ წინა ღამეს პიანობამდე მეღვიძა. შევჭამგემრიელეს კერძებს, არ მხოლოდ შენი გაკეთებული ბაბუას, მამასი და ასე შემდეგ. და ძირითადად სახლში ყოფნა მირჩევნია და რა თქმა უნდა თოვლი როგორც მომდა თქვა და სიამოვნება ოჯახთან. დღე. ნიკოლო შენი ალბათ მაინც ცოტა გვიან გაგვეძება. და ოჯახთან თუ ვარ და მთელი დღემ ვატარებ და თოვლი თუ არის, ალბათ ნებისმიერი აქტივობა იქნება ჩვენთვის კარგი. ჩვენ გვაკლია ანანო, რომელიც ამ წელს ჩვენთან ერთად არ შეხვდება, ის შეხვდება ბარსელონაში, მოკითხო ჩვენს საყვარელ გოგოს აქედან და ჩემი 1 იანვარი, რა თქმა უნდა, ეს არის დილა, რა თქმა უნდა, ეს არის სიმშვიდე, საოცარი სიმყუდროვე, როდესაც ის რომ მთელი შენი ოჯახი ყველა შენი ახლობელი ადამიანი კარგად არის, ყველა კარგად არის, ჩემი საყვარელი ოლივერი ძაღლი გოლდენ რეტრივერი ჩვენთან ერთად არის და რა თქმა უნდა თოვლი. გისურვებთ თქვენ შვიდ, არაჩვეულებრივ და თქვენთვის სასურველ 1 იანვარს. მომავალ შეხვედრამდე.